დღეს ისე ვაგრძელებთ იობის წიგნის კითხვას. ახლა როგორც რამოდენიმე შეხვედრის წინ შევთანხმდით, აღარ დავიწყებ კითხვას მუხლობრივად, იმიტომ რომ აქ ისევ დიალოგი მიდის, ელიხო ისევ ესაუბრება იობს და უბრალოდ შევეხებით რაღაც გარკვეულ ცოდვას, რომელიც ჩადენა ახლა არ შეიძლება და ცოდვა, რომელიც ადამიანს ღმერთს განაშორებს, ხო? ახლა ელიხუს სიტყვა რო წავიკითხოთ, ხო? და მე თქვენ რა თქმა უნდა შეეცდებით და წაიკითხავთ 36 წელს მიხვდებით, რომ ელიხუს სიტყვა სიმართლესაც შეიცავს. ახლა სიმართლეც არის, ანუ ფაქტიურად ის არის სიმართლეც და გარკვეულწილად ტყუილიც არის, ყოველ შემთხვევაში იობს ის სიტყვა, რაც ახლა ელიხუ ამბობს არ მიემართება და დღევანდელ დღეს მე მინდა სიცრუეზე ვისაუბროთ ახლა ტყუილზე, რომლის შესახებ იოანეს სახარებაში უფალი ასეთ რაღაცას ამბობს, ხო? დაინახეთ, იოანე სახარების მერვე თავის 44 მუხლში წერია, რომ როცა ამბობს სიცრუეს თავისას ამბობს, ვინაიდან სრუარს და სიცრუის მამა ბროდზე აქვს საუბარი, ანუ ეშმაკს უწოდებენ სიცრუის მამას. ეშმაკს სხვადასხვა სახელები აქვს, სატანა, ლუციფერი, ხო, ბოროტი, მატყუარა და ასე შე, ანუ ვინც ამბობს ტყუილს, ის ფაქტიურად ეშმაკის ქმედებას ასრულებს, ის რომ ეშმაკი მატყუარა, ეშმაკი ატყუებს ადამიანს და ვინც იტყუება ადამიანი, ფაქტიურად ეშმაკის საქმეს აკეთებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მოვერიდოთ ტყუილის თქმას. თქვენ ალბათ ასეთი რაღაცად გაგიგიათ, რომ შეიგი სხვა გამოსავალი არ მქონდა, ტყუილი უნდა მეთქვაო, ხო? იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვიდო და შეიძლება ადამიანებს შორის კონფლიქტი მოხდარიყო, ზოგი ესეთ იმართლებს თავს, რომ ეხლა ტყუილი რომ არ მეთქვა, შეიძლება ადამიანებს შორის დაპირისპირება ყოფილიყო. ამასთან დაკავშირებით, ერთი ესეთი პატერი კი არის წმინდა მამების ცხოვრებიდან, სადაც არის მოთხრობილი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცა ბერი, როდესაც ძალიან რთულ სიტუაციაში ჩავარდა. და კერძოდ რა მოხდა ახლა რა? ერთი ადამიანს მოდევდნენ მოსაკლავად. ხო? ჩვენ ადრეს გვაქვს ეს ისტორია მოყოლილი, პატერიკშია მოყოლილი, ერთი კაცს მოდევდნენ მოსაკლავად ადამიანებს, ეს ამ კაცმა გაირბინა კელის წინ, ეთყობა სადღაც ისე მიყრებულ ადგილზე მიდევდა, მირბოდა და მიდევდა მდევარი, რომელსაც მათი მისი მოკლა უნდა. ხო და გაიარა კელიასთან, სადაც იჯდა ბერი და ამ ბერს უთხრა ამ კაცმა თავისი გასაჭირი, რომ ეს მოსაკლავად მოდევენო რა. ხო და ბერმაც ურჩია მოკლედ აქედან გაიქეციო რა. რომ მოვიდა მდევარი და ბერს ეკითხებიან ახლა რომ დაუხასიათეს ახლა და აუღწერეს ეს ადამიანი, ასეთ ადამიანს აქ ხარ ჩამოურბენიაო და ბერი რას აკეთებს ახლა რა? ბერს რომ ეთქვა სიმართლე, ხო? ხოსე, ანუ ფაქტიურად უნდა სიმართლე უნდა ვთქვათ ახლა ყველამ, ხოსეა. ის ადამიანს დაეწეოდნენ და შეიძლება მოიკლათ. ამ შემთხვევაში ბერი როგორ მოიქცა? ადგა ფეხზე და ასეთი პასუხი გაცა, მე რაც ფეხზე აქ ვდგავარ, აქ არავის არ ჩაურბენიაო რა. ანუ ფაქტიურად ხრიკი გამოიყენა რა. ტყუილიც არ თქვა და შესაბამისად ის ადამიანის გადაარჩინა რა. გამიგეთ? ასე რომ ადამიანს როცა გონია რომ ტყუილის გარდა არაფერი არ შეიძლება, სხვანაირად არ შეიძლება რომ გამოვიდეს, ასე არ არის. ყოველთვის არსებობს გამოსავალი. ყოველთვის შესაძლებელია ადამიანმა თავი დაიძინოს და მეცაც გეტყვით ახლა რა. წმინდა მამები იმასაც გვასწავლიან, რომ შესაძლებელია ჩვენი სიტყვა შესაძლებელია ჩვენ თუ ვიქნებით სულიერად ძლიერებიო, სულიერად ძლიერები რო ვიყოთ და სწორად ცხოვრობდეთო, მაშინ შესაძლებელიაო რომ სიმართლე უთხრათო ადამიანს და იმ სიმართლემ ისეთი შედეგი გამოიღოს, როგორი შედეგიც გამოიღო ბერის აქციელმა. ანუ თუ ჩვენ სულიერად ისე ძლიერები ვიქნებით და სწორად მაცხოვრებელი, შესაძლებელია ადამიანს სიმართლე უთხრათ, შეიძლება მაგალითად რაღაცა მძიმე სიტუაციაში ვთქვათ სიმართლე და სიმართლემ ისეთი შედეგი დადოს, როგორი შედეგი ჩვენ გონია ტყუილის შემდეგ დაიდებოდა. გამიგეთ? ასე რომ სიცრუეს არავითარი გამართლება არ აქვს, ხო? მაგრამ კიდევ ერთი გამონაკლისიც არის. წმინდა მამები იმასაც გვასწავლიან, რომ თუ არის სიტუაცია, საიდანაც ახლა ისედაც ვერ დაიძვრენ თავს, როგორც დაიძვრინა სიტყვაზე იმ ბერმა თავი, ასეთ შემთხვევაში ასეთი არჩევანი უნდა გააკეთო ადამიანმა რა. ორი შესაძლო ცუდი ვარიანტიდან ნაკლები ცუდი უნდა აირჩიო, ხო? აი მაგალითად შეუძლებელია თავი დაიძვრინო და ვერ არწმუნებ ადამიანს, რომ ადამიანი არ მოკლას, ხო?
აი ის სიტყვა შეიძლება ტყუილიც კი თქვა იმის ნაცვლად რომ მერე ამ შენმა სიმართლემ შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს. ანუ ორი ცუდიდან ნაკლებად ცუდს ირჩევ. გამიგეთ? ხო, მაგრამ საბოლოო ჯამში ვიცოდეთ რომ ესე იგი კეთილი ტყუილი და ასე ვთქვათ, გამართლებული ტყუილი, რომელსაც შეიძლება აღსარებაში არ თქვა, ასეთი ტყუილი არსებობს. ზოგადად ვიცოდეთ რომ ტყუილის მამა არის ეშმაკი, ვინც იტყუება ფაქტიურად ამით ეშმაკს ემსახურება რა. რომისგან თითოეულ ჩვენთაგანი დაიცვას ღმერთმა, რაც შეეხება ახლა იობის წიგნს, როგორც გითხარით, ელიჰუს სიტყვაში არის სიმართლეც და არის ისეთი მიდგომა, რომელი მიდგომაც იობის მიმართ გაუმართლებელია და ასე რომ ჩვენ როდესაც ადამიანებს ვესაუბრებით, ვეცადოთ ხოლმე რომ პიროვნულად არავის არ შევეხოთ, ახლა ჩვენ სანამ საუბარს დავიწყებდით, მანამდეც ვისაუბრეთ, ხო? როდესაც რაღაც მანკიერებაზე ვსაუბრობ, ჯობია ზოგადად ისაუბრო საკითხზე, ვიდრე კონკრეტულ ადამიანს შევეხოთ. ერთი ოქროს პრინციპი ახლა რომლითაც ჩვენ ახლა ესე იგი სანამ ახლა იობის წიგნზე საუბარს დავიწყებდით, ერთი ოქროს პრინციპია რომლითაც უნდა ცხოვრობდეს ქრისტიანები, ეს არის უნდა გვიყვარდეს ადამიანი და არ უნდა გვიყვარდეს ცოდვა, ანუ გავიმიჯნოთ ცოდვაც, გავიმიჯნოთ ცუდსაქციელს, მაგრამ გვიყვარდეს ადამიანები. გძულდეს ცოდვა, გვიყვარდეს ცოდვილი. ეს ვიცოდეთ, ამ პრინციპით ვიცხოვროთ და კიდევ ერთი პრინციპი, რომლითაც ჩვენ შევძლებთ, რომ ცოდვისგან დავიცილოთ თავი. როდესაც მიდის საუბარი ახლა ჯულდებითი თვალსაზრისით, ხო? თუ გესმის, არ აქვს მნიშვნელობა სასულიერო პირი იქნება თუ ერის ადამიანი და ეს სასულიერო პირი ან ერის ადამიანი უშვებს და ამბობს, რომ შესაძლებელია მართლმადიდებლობის გარდა სადმე ადამიანმა სული იწყონოს, ან ეკლესიის გარდა არის წყონება, ასეთ ადამიანს მოვერიდოთ. და თუ გაიგონებთ, რომ იცი რა, კი ის არის რომელიღაცა რელიგიის მიმდევარი, ანუ მუსლიმი არის, ანუ კათოლიკე, ანუ იუდეველი, თუ პროტესტანტი, პროტესტანტული სხვადასხვა დინომინაციის წარმომადგენელი, იეჰოველი თუ ასე შემდეგ და მე რა მოხდა, თუ ამას ამბობს და რელიგიური ნიშნით, ასე ვთქვათ, არ მიჯნავს ახლა სიმართლე სიცრუისგან, მაშინ ასეთ ადამიანებს უნდა მოვერიდოთ ახლა რა, ანუ ზნეობრივი თვალსაზრისით. არ არის ჩვენი საქმე ცოდვილი ადამიანები, ჩვენთვის ზნეობრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი აქვს ცოდვას უნდა მოვერიდოთ. ცოდვილი ადამიანები უნდა გვიყვარდეთ და გვერდით უდგეთ, იმიტომ რომ ჩვენ ცოდვილები ვართ, ესეა. ყველა ადამიანი ცოდვილია, რელიგიური თვალსაზრისით აუცილებლად უნდა გქონდეს რაღაც წითელი ხაზები. ეკლესიის და მართლმადიდებლობის მიღმა ცხონება არ არის. და ვინც ამას დაუშვებს, რომ თუმ ეკლესიის გარეშე და მართლმადიდებლობის გარეშე ცხონება შეიძლება, იმასაც უნდა მოვერიდოთ. ასეთი ერთი ადამიანიც იტყუება, როდესაც ამბობს, რომ მე მძულს ცოდვილიო ამბობს და ამბობს გეუბნება ქრისტიანია, ასეთი ადამიანი მატყუ არ არის რა. თუ შენ გიყვარს ცოდვა, თუ შენ გიყვარს, მაშინ შენ ვერ იქნები მართლმადიდებელი რა, მაგრამ შენ თუ გიყვარს ცოდვილი, შენ მართლმადიდებელი ხარ. თუ ადამიანებს მე მძულს ცოდვილი, ის არ არის მართლმადიდებელი რა. მე მართლმადიდებლობას გვამბობ, შეიძლება ისე კი იყოს პირობითად მართლმადიდებელი მონათული ეკლესიაში დადიოდეს, მაგრამ როცა ამბობს, რომ შენ ვიღაცა გეზიზღება ცოდვის გამო, იქ უკვე დამთავრდა უკვე შენ ქრისტიანობა რა. მაგრამ ასევე თუ შენ გეტყვის ვიღაცა, რომ მე მიყვარს არა მართლმადიდებელი, მისი რწმენა მიყვარს არა მართლმადიდებელი ადამიანი შეიძლება გიყვარდეს, მაგრამ თუ შენ იზიარებ და თანაუგზნობ უცხო რელიგიას, მაშინ შენ მართლმადიდებელი არ ხარ. უკეთ ესეა და ეს არის ის ზღვარი, რომელიც ზღვარსაც არ უნდა გადავლახოთ, იმიტომ რომ თუ ჩვენ ეს ზღვარი გადავლახეთ, მაშინ უმთავრესი მცნება, რომელიც ღმერთმა მოგცა, რომ გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს მოყვასიო, ამას ორივეს დაარღვევ რა. და ადამიანი, რომელიც არღვევს და ღვთის სიყვარულის მცნებას და არღვევს კიდე მოყვასის სიყვარულის მცნებას, იმას ახლა ღმერთთან და ეკლესიასთან და წყონებასთან ვერ იქნება მოკლედ ერთობა და ვერ ცხონდება ახლა ადამიანი, რომელსაც არ უყვარს ღმერთი, და რომელსაც არ უყვარს ადამიანი. ასეთი ადამიანების ადგილი სასუფეველში ნამდვილად არ არის, რომისგან თითოეული ჩვენგან დაგვიფაროს ღმერთმა. ასე რომ უკვე დღევანდელი საუბარი ამით მორჩა და სულ რამოდენიმე თავი დაგვრჩა იობის წიგნის, მე ამას მორჩებით, ძირითადად იმას მე უკვე გარკვეული თავების შემდეგ უკვე ღმერთის პასუხი არის, რომელიც ღმერთი პასუხობს ელიჰუს, იმაზედაც გავუმახვილებთ ყურადღებას და ღვთის შეწევნით იობის წიგნზე დავასრულებთ ჩვენ საუბარს და მე ღმერთი თუ მოგცემს ძალას, სხვა წიგნებზე ბიბლიისა ვისაუბრებთ მომავალ შეხვედრებში. ამინ.